სკოლის დაწყება ერთი დიდი თავგადასავალის დასაწყისია, მაგრამ რა უნდა ვიცოდეთ, სანამ სკოლის კარებს შევაღებთ? პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ ანბანისა და მათემატიკის სასწავლო ადგილი არ არის. სოციალური უნარებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მისალმება, საკუთარი თავის წარდგენა, ინიციატივის გამოჩენა და ნივთების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. პატარა სიტყვები და მოქმედებები ბავშვებს ეხმარება, რომ შეიძინოს მეგობრები და თავი კომფორტულად იგრძნოს სკოლაში. ასევე მნიშვნელოვანია მცირე დამოუკიდებელი უნარების ფლობა, მაგალითად ხელების სწორად დაბანა, ლანჩბოქსების გახსნა, ფეხსაცმელების შეკვრა და სხვა. რა თქმა უნდა, აკადემიური მიმართულებით აუცილებელია, რომ იცოდეს ბავშვმა თავისი სახელი და შეიძლება მისი დაწერაც იცოდეს. ასევე ძირითადი ფერები, ფორმები, ათამდე დათვლა. შეიძლება ზოგიერთი ასოს ცნობაც იცოდეს. მაგრამ არ ინერვიულოთ, სკოლა ის ადგილია, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყო ცნობის მოყვარე და გაინტერესებდეს. ასევე მნიშვნელოვანია გრძნობების, ბედნიერების, მოწყენილობის, გაბრაზებისა და შეშინების გაგებაცა და გამოხატვაც. აუცილებელია დამშვიდობების ცოდნა და იმის გააზრება, რომ მშობლები დაბრუნდებიან. ცნობებსა და განწყობაზე საუბარი პატარებს ეხმარებათ, რომ გაუმკლავდნენ ახალ გამოცდილებებს თავდაჯერებულად. სკოლის დაწყება ამაღელვებელი პროცესია. წინასწარი საუბრებით ბავშვი მოემზადება სასწავლად, მეგობრების გასაჩენად და სკოლაში უბრალოდ გასართობად. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ დაალაიქოთ და მოიწონოთ ჩვენი არხი. დიდი მადლობა!